ეკლესიის წინააღმდეგ შეტევები გუშინ არ დაწყებულა, ხო? ჩვენ ამას ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა, მცდელობა ეკლესიის დისკრედიტაციის, პატრიარქის წინააღმდეგ თუ როგორი შეტევები მიმდინარეობდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. ისიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით და როგორ იმართება აღნიშნული პროცესები. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, პასუხი გაცემულია, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა, ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასება თუ რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ვის და რას ემსახურება. სამი პოლონელი დეპუტატი ითხოვს ევროპარლამენტისგან TV-იმედის, პოზიტივის და რუსთავიორის დასანქცირებას და ევროპარლამენტს მიმართავს ამ თხოვნით, თავადაც ამბობენ, რომ მუშაობთ ამ საკითხზე, ესეც რომ შევაფასოთ. ხო, ეს შეტევები გრძელდება, მუქარები გრძელდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ არ სიამოვნებთ, როდესაც საუბარი არის სიმართლეზე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟს, ვისმენთ შეტევას, მაგალითად ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი საფუძველი, არანაირი არგუმენტები არ არსებობდა, ეს იყო სულთა პოლიტიკური გადაწყვეტილება და როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე შემოდის ორმაგი სტანდარტი, ესე იგი მათ უნდათ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზიები, რაც მათ აწყობთ და რაც მათთვის არის მისაღები, მხოლოდ ის გასშუქდეს და ეს რა თქმა უნდა დემოკრატიასთან და დემოკრატიულობასთან ძალიან შორს არის ეს ყველაფერი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიების უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს, ამის შესახებ Sky News-ი წერს. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს პოლიტიკოსებისათვის კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულობების აკრძალვას. ასევე უცხოეთიდან შემოწირულობების შეზღუდვას შეადგენს. გამჭრალობის კანონზე არის საუბარი, როდესაც საქართველო იღებდა, აკრიტიკებდნენ, ახლა თვითონ იღებდა ყველაფერს და ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან. ზუსტად მაგაზე საუბრობთ, ხო? ხო ხედავთ ის რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის ეს ყველაფერი მისაღებია, ხო? როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს შენ შიდა პოლიტიკას, ეს წარმოუდგენელია ხა, ხო? ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა იმოქმედებს, მიიღებს კანონებს, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული არ დაუშვას. იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს პოლიტიკა დააფინანსოს გარედან. ის რა თქმა უნდა დამფინანსებელი თავის ინტერესებს იცავს, ხო და უნდა თავის ინტერესები გაითვალისწინოს. ამიტომ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რაც აუცილებელი იყო და აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, საიდან შემოდის თანხები, რისთვის, რას ხმარდება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, მაგრამ ეს არ მოწონთ, იმიტომ რომ უნდათ რომ ყველაფერი შავად იყოს, არავინმა არაფერზე არაფერი ინფორმაცია არ უნდა იცოდეს და რაც უნდათ აკეთონ და ისე იმოქმედონ, მაგრამ ამას ვერ დაუშვებთ. ჩვენ ამაზე ბევრი ახსნა-განმარტებები გავაკეთეთ. ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავთ ქვეყნის ინტერესს და თუნდაც ხა ისინიც იგივეს აკეთებენ, ხო? იმიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თავიანთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ჩაერიოს არავინ და არ შემოვიდეს უცხო დაფინანსება. ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კითხავთ განაჩენი დადგა, რასაც გამოეხმაურნენ დიპლომატები ნორვეგიისა და შვედეთის ელჩები და განცხადება გაავრცელეს. თქვენს რომ ეს განაჩენი არის არაპროპორციულიო, მაშინ როდესაც ელენე ხოშტარიამ არც გირაო გადაიხადა, არც ბრალს აღიარებს და 16-ჯერ არის სამართალდამომრღვევად ცნობილი. არის თუ არა არაპროპორციული ეს განაჩენი და მათი დიპლომატების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაში უხეში ჩარევა. დავამატებთ ბატონო, შეიძლება 4 შვილის დედა წავიდა ციხეში ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, იმ ბანერზე, რომელიც
ერთ თვეში ან თვენახევრში დაახლოებით ჩამოიხსნა. Როგორი შედეგია ეს, როგორ გამოიყურება თქვენი პერსპექტივიდან და ხართ თუ არ აკმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით? წინა დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით კომენტარებს ჰუმანურობის პრინციპებზე, სიყვარულზე, ერთიანობაზე, აი 4 შვილის დედის დაპატიმრება ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, მხოლოდ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. Ну, რაც შეეხება ელჩების განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, თავიანთი ქმედებებით, განცხადებებით, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას ცდება ის, რასაც კონკრეტული ელჩი აკეთებს. ეს წარმოუდგენელი ის პირდაპირ ქვეყნებში და პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არის ყველამ თავიანთ ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან გამოგზავნილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება საკითხს დაკავებასთან დაკავშირებით, ესე იგი, სხვადასხვა მოქმედებები სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ამას რატო ვამბობ? ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ამ ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო გაკეთებული. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვიყენებინა მათთვის, მათი პლაკატები დაგვეზიანებინა, ბანერები დაგვეზიანებინა და ასე შემდეგ. ამას რატო ვამბობ? იგივე მაგალითად 4 ოქტომბრის რევოლუციური მცდელობა, ხო? თქვენ ცდილობთ, რომ ეს წარმოაჩინოთ ისე, როგორც მაგალითად ღობის დაზიანება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება. მაგრამ აღნიშნული ღობე დაზიანდა იმისთვის, რომ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგალითად, საცხოვრებელი ბინა რო ავიღოთ. საცხოვრებელი ბინის კარი შეიძლება ღირდეს 300 ლარი, პირობითად ვიძახი. და როდესაც ჩვენ მიზანმიმართულად ანგრევ ცდილობ შეჭრას სხვის საცხოვრებელ სახლში, ეს განისაზღვრება როგორც ყაჩაღობა. და ამას აქვს შესაბამისი მუხლი და მოყვება შესაბამისი მოქმედება. გარდა ამისა, ქალბატონ ელენე ხოშტარიას მე არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არა ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გირავ გადაეხადა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა ეღიარებინა ის რაც გააფუჭა, მაგრამ მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვეტა ეს მისი უფლება. კი ბატონო, კიდევ ერთ ჩაგეკითხებით ამავე თემაზე, რაც შეეხება გირაოს ეს წინასწარ პატიმრობას ეხებოდა და აბსოლუტურად დამოუკიდებელია საბოლოო გადაწყვეტილებისგან და თქვენ ახსენეთ შეჭრა, მისი გამოხატვის ფორმა არ უკავშირდებოდა შეჭრას, იქ ნათლად ჩანდა კადრებშიც და ჩვენმა კამერამაც გადაიღო, რომ უბრალოდ გამოხატა პროტესტი სოლიდარობის ნიშნად ახალგაზრდა გოგონას. მეგი დიასამიძეს შეგახსენებთ, მანამდე გამოუცხადეს სოლიდარობა. ზოგადად ჭრილში რომ შევაფასოთ ეს ფაქტი, 560 ლარის ზიანის საპირწონე და ადამიანის ციხეში გაშვება ისე ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, როგორ გესახებათ თან დავამატებ ბატონო კახა იმასაც, რომ თავად ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მის არ ივაჭრებს ამ საკითხით, მაგრამ აი თქვენი პოზიციიდან, თქვენი პერსპექტივიდან, როგორც მშობლის, როგორც პოლიტიკოსის, როგორ გამოიყურება 4 შვილის დედის დაპატიმრება? ნახეთ, 4 შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს. ეს არის ჩემი პოზიცია. ხომ შეიძლება რომ ჯარიმით შემოფარგლული იყოს სასამართლო თუ? ნახეთ, ეს არავის არ აქვს უფლება საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის. კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რაც წინა საარჩევნო პროცესში ხდებოდა, ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხზე შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვაშენებთ ცივილურ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოს უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან არ მივარდნილ ვართ და არ გაგვიკეთებია ხელის შეშლა საარჩევნო
კამპანიის პროცესში. არ მივარდნილვართ, არ დაგვიზიანებია მათი ბანერები. ეს არის დამოკიდებულება. ყველა მკეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ორგანიზებული დანაშაულის და ასევე ხალებისადმი კურთხება, პროექტის გარდიანის და ასევე Irish Times-ის ერთობლივი გამოცხადებით დადგინდა ის, რომ ევროპის უმსხვილესი მეტალურგიული ქარხანა რუსული სამხედრო მანქანების კვების ჯაჭვია და კერძოდ გამოავინეს ფაქტები რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ასევე ლითონ გადამამუშავებელი ქარხანა თავისი ექსპორტის უდიდეს ნაწილს რუსეთის დნობის ქარხნებში აგზავნის და ეს კომპანიები არის ევროკავშირის მიერ დასანქცირებული. ხო, ნუ აღნიშნულ ხა კონკრეტულ ფაქტს მე არ ვიცნობ, თუმცა ის რომ სავაჭრო ურთიერთობები არ შეჩერებულა რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, ნუ ამ მასალების მოპოვება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და არავინ არ მალავს ამ ყველაფერს. პირდაპირ საუბრობენ, შეგიძლიათ ციფრებიც მოიწიოთ, ნახოთ სტატისტიკა, თუ რა ციფრებზეა საუბარი და რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით და ვაჭრობასთან მიმართებით.